გამოიწეროთ არხი. იყო და არა იყო რა. იყო ერთი კაცი, რომელსაც კომბლე ერქვა. იმიტომ რომ კომბლებს თლიდა და კერძი ატყობდა. კომბლეს ჰყავდა 3 ცხვარი. ცხრები ყოველდღე მიდიოდნენ ტყეში, დალახობდნენ და უკან ბრუნდებოდნენ. ერთ დღეს, როცა ცხრები საბალახოდ ავიდნენ, გზაზე მელას შეხვდათ. ცხრებო, ვისი ხართო? კომბლესიო. კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია. კომბლე თლის და ტერში ატყობს. ვით ჩვენს ეგვტვანს. თავში დაწყებთო. მელა შეშინდა და გაიქცა. ცხრებმა მიარეს, ბევრი არეს და შემოხვდათ დათვი. ცხრებო, ვისი ხართო? ითხა დათვამ. ვისი ვარ და კომბლესიო. კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია. კომბლე ბროდს და ტერში ატყობს. მით ჩვენს ეგვტვანს თავში დაწყებთო. და შეეშინა კომბლესი და გაიქცა. ცხრებმა იარეს და შემოხვდათ გელი. ცხრებო, ვისი ხართო? ვისი ვარ და კომბლესიო. კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია. კომბლე ბროდს და ტერში ატყობს. მით ჩვენს ეგვტვანს თავში დაწყებთო. გელს არ შეეშინდა კომბლესი და ცხრების შეჭამა უსაღა მოკდა. კომბლე ელოდა ცხრებს და რომ არ მოვიდნენ, საძებნელად წავიდა. იარა და შეხვდა მელა. ჩემი ცხრებს არ გინახავსო? არა ბატონო კომბლე. აბა კბილები დაკრიჭეო. მელამ დაკრიჭა კბილები და არ ქონდა ჩიჩია. კომბლემ იარა, შემოხვდა დათვი. დათო, ჩემი ცხრები არ გინახავსო სადმე? არა, ჩემმა მზემ არ მინახავს. აბა კბილები დაკრიჭეო. დათმომ გააღო პირი, დაკრიჭა კბილები და არ ქონდა ჩიჩია. კომბლემ გზა გააგრძელა და მგელი შემოხვდა. გამარჯობა მგელო, ჩემი ცხრები ხომ არ გინახავს? არა ბატონო კომბლეო. აბა დაკრიჭა კბილებიო. გემამ დაკრიჭა კბილები და კბილებში ქონდა ჩიჩია. კომბლემ დრუჟა თავში კომბალი და სული დაადხობინა. გაუჭნა მუჩელი, გამოიყვანა თავის ცხრები და თახლის წავიდნენ. ჭირი იქა, ხილი აქა, ათო იყო გვილი აქა. არ გადბავშვებო. გამოიწეროთ არხი.